როდესაც გადაწყვიტეთ უკვე დაოჯახება და მეუღლესთან ერთად გადასვლა საცხოვრებლად. რთული არ იყო ორი მსახიობის თანაცხოვრების დაწყება თუ პირიქით გიმარტივდებოდათ ეს? იმდენი გაჭირება და უწიემოვნება ვნახეთ, რომ არ ვიცი, მაგრამ ეს კაცი იყო მართლა გიჟივით შეყვარებული რა. კი. აი ავადმყოფურად იყო. გაჭირვებაში გიწევდა ცხოვრება პატარა ბინაში, სადაც ცხოვრობდით თქვენ, დედამთილი, მამამთილი, მაზლი, მაზლის სოლი. როგორ ეტეოდით ამ პატარა ბინაში? ეტეოდით ერთ ოთახში გვეძინა და მამამთილს ეძინა ცალკე. რამდენ ადამიანს გეძინა? მამამთილი იყო ტრესტის მთავარი ბუღალტერი. ხო. რამდენი სამუშაო ჰქონდა იცით? და ისეთი ღარიბები იყვნენ, რომ იმას ჩემ მამამთილს კოსტუმი უყიდა მთელი სამსახურმა. ხო. იმიტომ რომ იცოდნენ კრისტალურად სუფთა კაცი იყო, აი კრისტალურად. კი ბატონო. ისეთი სუფთა იყო, რომ რა ვიცი და ერთხელ თქვა რაღაცა ჩამოვაგდე ლაპარაკი, ჩემთან ძალიან აფჭი წელი იყო. და მეგრულად არ ადნებებდა არავის ლაპარაკს, რომ მე როცა ვიყავი. იმიტომ რომ არ იცისო ამანო რა იცის რომ რაზე ვლაპარაკო. ან მეგრულად არ უნდა ელაპარაკათ სახში სხვებს. არა, არ უნდა ელაპარაკათ, ძალიან კულტურული კაცი იყო და თვითონ გრძნობდა რომ მე არ ვიცოდი ენა და. ორი ოთახი იყო ხო სულ სახში? ორი ოთახი იყო, მეტი არაფერი, არც სამზარეულო, არც არაფერი მეტი არ იყო. ერთ ოთახში მამამთილს ეძინა და მუშაობდა და მეორე ოთახში რამდენი იყავით? რამდენი ადამიანი? ამდენი ვიყავით ჩემი მაზლით, ცოლით, ჩემი მული და მაზლი. და დედამთილი ალბათ. და დედამთილი, ხო. ხო, ამ საკმაოდ ბევრი იყავით ერთ ოთახში. ერთ ოთახში ვიყავით. და როდის შეიძინეთ ცალკე ბინა? აი რამდენი წელი მოგიწიათ ესე ცხოვრება? მე ბინებს აძლევდნენ თეატრში. და გადახვედით უკვე ცალკე საცხოვრებლად. გადავედით, ჩვენზე ბედნიერი კაცი არ იყო, კაცო. მართალია, არაფერი არ ქონდა. ელემენტარულად სკამი არ ქონდა, მაგიდა არ ქონდა. აგურის ფეჩი იყო თუ რაღაცა, რომ გადაადგილებას შეიძლებოდა ამ ფეჩის. და ეს ფეჩი გამოვიყენეთ ჩვენ მაგიდად, ბავშვზე მეცადინა. კი ბატონო. და ყუთები ლიმონათებს რო დგავდნენ და ბორჯომს შემოქონდა. და ესე ავაყუდებდით და იყო სკამები. პრაქტიკულად იყენებდით ყველაფერს რაც იმ პერიოდში ჰქონდა. ვიყენებდით, ყველაფერს ვიყენებდით, ხო. მერე თეატრიც მოგვეხმარა, ვიღაცამ რაღაცები გვაჩუქა. მშვენიერი ის გამოგვივიდა მე, მაგიდა და სკამი, მერე ეს ვიყიდეთ. ეს საბურთალოზე უკვე თქვენი თიყიდეთ ეს კონცერტები მქონდა მე და დავდიოდი. და ბავშვი და ჩემი მეუღლე. როცა თქვენ სახლში არ იყავით. აი თამამად შეიძლება ითქვას, რომ მე შემომეწირა ეს კაცი. სხვათა შორის მინდოდა მეკითხა ცოტა მერიდებოდა ეს კითხვა, მაგრამ მაინც კითხავთ. ბევრი ამბობდა, რომ თითქოს თქვენმა მეუღლემ თავის კარიერა გვერდზე გაწია და თქვენ მოგახმარათ მთელი ძალა, რომ თქვენ ყოფილიყავით წინ წასულ. ესე იყო მართლა? ეს გააკეთა შეგნებულად. იმიტომ რომ აი თუნდაც ყოფილიყავით დაპატიჟებული სადღაც ორივეს ხო გპატიჟებდე. არაფრით არ წავიდოდა. მე წამიყვანდა, დამტოვებდა და მე გავიდოდა დრო, იცოდა რომელ საათზე უნდა მიმეკითხა და მომაკითხავდა და წამომიყვანდა. თვითონ არ რჩებოდა იქ? თვითონ არა.